მტკიცება, რომ ებრაელი ამერიკელები სიონიზმის სიყვარულს არ გრძნობენ და ისრაელთან კავშირი არ აქვთ, სრულიად მცდარია. 7 ოქტომბერი მოხდა. უბრალოდ ვიგრძენი, რომ ეს იყო ეროვნული ტრაგედია. თითქოს ვიფიქრე, მეტი უნდა გავაკეთო, არმიაში უნდა ვიყო. გუშინ მივიღე პირადი შეტყობინება ვიღაცისგან, რომელმაც მითხრა, რომ ანტისიონისტი ვარ და ისრაელის სახელმწიფოს არსებობას არ ვაღიარებდი. თუ ვფიქრობდი, რომ ისრაელი გენოციდური არმია იყო, სანამ შენი TikTok-ები არ ვნახე. გამარჯობა. თუ გახსოვთ, რამდენიმე კვირის წინ JNS-ის კონფერენციაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ასე თქვა. პირდებით, რომ ჩვენ ასევე ვიბრძოლებთ ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვიბრძოლებთ მერვე ფრონტზეც. ბრძოლა ჩვენი დელეგიტიმაციის წინააღმდეგ, ბრძოლა ცილისწამების წინააღმდეგ, რომელიც მიმართულია ებრაელი ხალხის წინააღმდეგ. მაგრამ გთხოვთ, თქვენ, ამერიკის ებრაელებს და დიასპორის ებრაელებს, გააკეთოთ ერთი რამ. თავი ასწიეთ, არ დაიხიოთ უკან, არ შეგეშინდეთ, იბრძოლეთ, რადგან ხალხი მხოლოდ მაშინ დაბცენს პატივს, თუ ჩვენ თვითონ დავაფასეთ საკუთარ თავს. და როცა ჩვენზე ტყუილებს ამბობენ, დაუპირისპირეთ სიმართლე. დაიცავით სიმართლე, დაიცავით ისრაელი, დაიცავით ებრაელი ხალხი, დაიცავით ებრაელთა მომავალი. პრემიერ-მინისტრის ნათქვამის მოსმენის შემდეგ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია თქვენი ყურადღება მივაქციო იმაზე, რომ არიან ადამიანები, რომლებიც იბრძვიან იმ მეშვიდე ფრონტზე, საინფორმაციო ფრონტზე, ან მერვე ფრონტზე, საინფორმაციო ფრონტზე. მაგრამ ამ კვირაში ისრაელში კიდევ ერთი რამაც მოხდა, რაზეც ჩემს ბოლო პოდკასტში ვისაუბრე. და ეს არის ის ფაქტი, რომ რაჰ მემანუელი აქ იყო და თითქოს ამერიკელი ებრაელების სახელით საუბრობდა, რომლებიც, როგორც მან თქვა, მამდანის უფრო უჭერენ მხარს, ვიდრე ისრაელის პრემიერ-მინისტრს. ჩემი პრობლემა ამას ძალიან მარტივია. ამერიკელი ებრაელების უმეტესობა ნიუ-იორკელ ებრაელებს არ გავს. და თვითონ ნიუ-იორკელი ებრაელების კი არ წარმოადგენენ სრულად იმას, რასაც შეერთებულ შტატებში მცხოვრები ებრაელები გრძნობენ. რადგან ის, რასაც ჩვენ აქ ისრაელში ვხედავთ, არის ის, რომ ბევრი ამერიკელი ებრაელი აქ ჩამოდის, სტუმრობს, მაგრამ ასევე აგზავნის თავის შვილებს აქ, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებში იმსახურონ და ისრაელის სახელით იბრძოლონ. და ეს არ არის ის, რასაც ჩვენ თავისთავად მივიჩნევთ. და ვფიქრობ, ეს უფრო მეტყველებს იმაზე, რას გრძნობენ ამერიკელი ებრაელები სინამდვილეში ისრაელის სახელმწიფოს მიმართ. ამიტომ ორივე ამ მიზნით ვიფიქრე, რომ ორივე ამ მიზნით, თქვენ ამ მიზნით თქვენთვის გამეცნო ახალდაზრდა ქალი, რომელსაც შესაძლოა ბევრი თქვენგანი უკვე ადევნებდეს თვალს. რომელიც თითქმის 3 წლის წინ აღმოვაჩინე, როცა ომი დაიწყო. მისი პოსტებით აქ ისრაელში, სოციალურ მედიაში, სადაც აღწერდა, როგორ ჩამოვიდა ისრაელში ომამდე 1 კვირით ადრე და რას გრძნობდა ისრაელის თავდაცვის ძალებში იმ რამდენიმე წლის განმავლობაში. დღეს ჩემთან ერთად არის გოლდა დაფნა, რომელიც ისრაელელია, ამერიკელია, რომელმაც ისრაელში ემიგრაცია გააკეთა. როგორც თქვი, ომამდე 1 კვირით ადრე ცხოვრობდა იერუსალიმში და გთხოვდით შემოსულიყავით და შემოგვიერთებულიყავით. ასევე არა როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცი, არამედ როგორც ინფორმაციული ფრონტის მებრძოლი. ასე რომ გოლდა, მადლობა რომ დღეს შემოგვიერთით. მადლობა რომ მიმიღეთ. რა გახდა იმ დღეს ისრაელში ჩამოსვლის მიზეზი? სიმართლე რომ გითხრათ, ვფიქრობ, რომ მოსაზრება თითქოს ამერიკელი ებრაელების სიონიზმი არ უყვართ და არ არიან დაკავშირებულები ისრაელთან სრულიად მცდარია. ვფიქრობ, მთელი ცხოვრება ისრაელთან კავშირს ვგრძნობდი. და უფრო მეტიც, მგონია, რომ ამერიკელი ებრაელების თემები თითქოს ქვიშაზეა აშენებული. მახსოვს, რომ ჩემი ერთწლიანი შესვენების დროს სემინარიაში წავედი. და მგონია, რომ ეს სტატისტიკაც ალბათ იმ ებრაელებს ეხება, რომლებიც არ არიან დაკავშირებულები, ან ორთოდოქსები არიან და მათი იდენტობის მთელი სტრუქტურა ისრაელზე არ არის აგებული. რადგან როცა ორთოდოქსი ებრაელი ხარ, დღეში 3-ჯერ ლოცულობ, ვეზახარ ზანენუ ფშუხაციონ. ლოცულობ, როდის იხილავს ჩემი თვალებით სიონს. სიონი, რაც ნიშნავს, რომ შენ სიონისტი ხარ. როგორ შეიძლება, რომ ვინმე დღეში 3-ჯერ ასე ილოცოს და სიონზე არ იფიქროს? სიონი, ისრაელი. ყოველთვის ვგრძნობდი ნათესაობას ისრაელთან და ყოველთვის მეგონა, რომ უნდა დაუბრუნებულიყავი ისრაელში. ეს იყო ჩემი იმედი და ჩემი მიზანი. შემდეგ, როცა სეკულარულ კოლეჯში ჩავაბარე და როცა კოლუმბიაში წავედი ჩემი შესვენების წლის შემდეგ, სინამდვილეში ლექსი დავწერე. ჰილალში ჩემი პირველი დღე, რომელსაც ერქვა Ivy League-ის ვაზები მახრჩობს. ეს იყო იმაზე, თუ როგორ მეშინოდა, რომ ისრაელში ვეღარ დავბრუნდებოდი. რომ შემიყვარდებოდა აკადემიური სამყაროსა და პრესტიჟის ძიება და დამავიწყდებოდა, რომ სინამდვილეში ჭაობში ვიყავი ჩაფლული. და ვფიქრობ, ეს ბევრ ამერიკელ ებრაელს ემართება. ვფიქრობ, ბევრი ადამიანი მართლაც მოიხიბლება დიასპორულ ცხოვრების ფუფუნებით და იმით, რომ არ უწევთ ბოილერის ჩართვა და თითქმის ყველა ბინასა და სახლში აქვთ საშრობი. მაგრამ ვფიქრობ, ამას ისე არ აკეთებენ, რომ არ იცოდნენ, ერთ დღეს ისრაელში დაბრუნება ძალიან ენდომებოდათ. ყოველთვის ამბობენ იდეალურ სამყაროში. იდეალურ სამყაროში. ჩვენ იდეალურ სამყაროში ვართ. გულისხმობ, რომ თუ თითოეულ ბინას საშრობი ექნებოდა კი.
კი, ვეთანხმებით. ეს ისრაელია, კი. და ეხლა ბევრად უკეთესია ვიდრე მაშინ, როცა აქ 55 წლის წინ ჩამოვედი. მაშინ ისრაელი უფრო ცუდ მდგომარეობაში იყო ვიდრე მესამე სამყაროს ქვეყნები. და დღეს ნახე, როგორ გაიზარდა და გახდა ის, რაც არის და როგორ იზიდავს ახალდაზრდა ამერიკელ ებრაელებს და ახალდაზრდა ებრაელებს თელ სოფლიოში. ასე რომ, უნივერსიტეტში იყავი. დიახ. და როგორი იყო შენი გამოცდილება იქ შეერთებულ შტატებში, კოლუმბიაში? მე კოლუმბიაში წავედი. ვფიქრობ, ყველანი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორი იყო ეს. იციაც მართლა მაწუხებს, როცა ხალხი იგებს, რომ კოლუმბიაში ვიყავი. ყოველთვის მეუბნებიან, კარგია რა წამოხვედი, ან კარგია რომ გამოტოვე მთელი ის ანტისემიტიზმი. და მე ვამბობ, გამოტოვე? თითქოს ბოლო 3 წლეული გეძინა, როცა აჰმედ ახმადინეჟადი კოლუმბიის უნივერსიტეტში გამოვიდა სიტყვით, ან არ იცოდი ედვარდ საიდზე. და მე კოლუმბიაში იმიტომ წავედი, რომ რა თქმა უნდა ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ებრაული კამპუსია და ასევე იმიტომ რომ მე ვიყავი და ვარ ინჟინერი. და კოლუმბიის ძირითადი სასწავლო პროგრამა ისაა, რაშიც ნამდვილად მჯერა. მჯერა რომ ყველა უნდა სწავლობდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებებს. და ჩემს ჰუმანიტარულ საგანში, რომელიც უნდა გამელვო და უნივერსიტეტის წერა ერქვა, პირველად შევხვდი ნამდვილ ანტისემიტ პროფესორს. ქონდა გაკვეთილი, სადაც უნდა დაგვეწერა საოპინიო სტატია. და მე დავწერე იმაზე თუ რატო ვფიქრობ, რომ ებრაელები საერო კოლეჯებიდან უფრო ხშირად გადადიან ისრაელში, ვიდრე ისინი, ვინც იეშივას უნივერსიტეტში სწავლობენ. ეს ის საკითხი იყო, რაზეც უკვე ვფიქრობდი. რადგან მან უფრო დაბალი შეფასება დამიწერა, ვიდრე ბეისბოლის სტუდენტებს, რომლებიც იქ იყვნენ, ხო? მალოცებს, როგორ იცვლება ყველაფერი, რადგან მე ნიუ-იორკში სწავლობდი, არა კოლუმბიაში. კოლუმბიისთვის ფული არ მქონდა, მაგრამ ჰანტერ კოლეჯში სწავლობდი. და უნდა თქვა, რომ ეს თვითონაც ძალიან მემარცხენე სკოლაა, მაგრამ ეს 80-იან წლებში იყო. და მაშინაც კი ხედავდი, რომ ეს იწყებოდა. მაგრამ როცა დავწერე და გავიარე კურსი ეხლა აღმოსავლეთზე, პროფესორი საკმაოდ დაპირისპირებული იყო, ვითხოვდი, მაგრამ მის სასარგებლოდ უნდა თქვა, რომ მან დისკუსია და დებატი დაუშვა და ეს ჩემს შეფასებაზე არასდროს ასახულა. მაგრამ ეს წლების განმავლობაში თითქოს გაქა. ჩემს კლასში ჩვენ წავიკითხეთ ქრისტინა შარპის ესე, სადაც მან ჰოლოკოსტი მონობას შეადარა. და ესემ ძალიან დამთქმუნა, რადგან პირველ რიგში არ ვფიქრობ, რომ სისასტიკეები ერთმანეთს უნდა შეადარო. მართალია. მაგრამ ასევე იმიტომ, რომ მან თქვა, ებრაელებს სადმე ქონდათ წასასვლელი. და ასე რომ ჩემი უნივერსიტეტის წერის კლასის ბოლო დღეს პროფესორმა ჰკითხა, რას შეცვლიდით ამ კლასში? და მე ავწიე ხელი და ვთქვი, თქვენ თქვით, რომ ებრაელებს სადმე ქონდათ წასასვლელი. მაგრამ არ გჯერათ, რომ ეს ადგილი ლეგიტიმურია. და მან მითხრა, გონი ტექსტი არასწორად გაიგეგოლდა. და მაშინაც კი იმ დროსაც უკვე ძალიან აქტიური ვიყავი და ამ საგანში B+ მივიღე. რაც ძალიან გამაღიზიანებელი იყო, რადგან ჩემი მოსაზრების სტატია, რომელიც ბოლოს დავწერე, პირველ ადგილზე გავიდა. შემდეგ კი ისრაელის ტაიმში ნომერ პირველი გახდა. ასე რომ ვფიქრობდი, აშკარად ძლიერი მწერალი ვიყავი. უბრალოდ სულდი. ხო, ვიცინით ამაზე, მაგრამ შეიძლება ძალიან გამაღიზიანებელი იყოს. ამის ნახვა. B+ იმ დროს ძალიან დამთგუნველი იყო. მაგრამ ეს ვერ შეგაჩერა. საბოლოოდ რა მოგიყვანა აქ ისრაელში? ამიტომ გადავწყვიტე, რომ კოლუმბიის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ნამდვილად მინდოდა მედიცინის ფაკულტეტზე სწავლა. ამიტომ გავიარე ბაკალავრიატის შემდეგ მოსამზადებელი პროგრამა. კოლუმბიის პოსტბაკის პროგრამაში ვიყავი ჩარიცხული. გავაკეთე 1 წელი შესვენება, სადაც კოლუმბიის ნაყოფიერების ცენტრში მუშაობდი. და ზაფხულისა და შემოდგომის სემესტრებს შორის ჩემი ოჯახი ევროპაში სამოგზაუროდ უნდა წავსულიყავით. მაგრამ ვივაცას ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. ამიტომ დედაჩემი ამბობდა, იცი, არ მინდა რომ ევროპაში მარტო იმოგზაურო. და დაგპირდი, რომ ყველანი ერთად ოჯახურ დასვენებაზე წავიდოდით, უბრალოდ ისრაელში წავიდეთ ამის ნაცვლად. და მე უთხარი დედა, უკვე იმდენჯერ ვარ ნამყოფი ისრაელში. ეხლა განებიურებულ ბავშვად ვჟღერ. ფიქრობდი, მართლა მომწონდა, როცა წავედი ისრაელში და მგონია, რომ სინამდვილეში მეშინოდა ისრაელში წასვლის, რადგან რაღაც ხდება, როცა ისრაელში მიდიხარ. თითქოს გახსენდება შენი პრიორიტეტები და ვინ ხარ სინამდვილეში. და მე ავტობუსში ვიჯექი ოდეონიდან, სადაც ჩემი დეიდა ცხოვრობს თელ-ავივში. არა, ავტობუსში, მატარებელში ვიჯექი. და ფანჯიდან გავიხედე და ვნახე ბორცვები. და ვიფიქრე, რა ვარ მე? რა ვარ? რას ვაკეთებ ნიუ-იორკში? რას ვაკეთებ ამ პოსტბაკზე? ასე რომ freshman beach-ზე კოლუმბიის პოსტბაკზე სწავლა შევწყვიტე და გადავწყვიტე 1 თვის განმავლობაში ნიუ-იორკში ჩემი მთელი ბინა ჩამელაგებინა და თელ-ავივში გადავსულიყავი. კი, საოცარია რომ ეს თქვი, რადგან ეს მაშინ მაფიქრებს, როცა პატარა ბიჭი ვიყავი. ჩემი მშობლები აქ გადმოვიდნენ. მე 10 წლის ვიყავი. ასე რომ ბიჭი ვიყავი. მაგრამ ის კავშირი ისრაელთან მახსოვს, გზნობდი რაღაცა მსგავს, რაც ახლახან თქვი, როცა ძველი ქალაქის კედლებს უყურებდი. და უბრალოდ თქვი, ეს ბავშვობისას იყო.
საოცარია რომ იქ ამ კავშირსავლებ, რადგან მანამდე არასდროს მიფიქრე ამაზე, მაგრამ როცა ახსენე, გამახსენდა ის მომენტი, როცა აქ კავშირს ვიგრძენი. 1 ან 2 წელი იყო, რაც უკვე აქ გადმოვედი, მაგრამ უცებ თითქოს რაღაცა მითხრა, რომ ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. საოცარია, როგორ შეუძლიათ ესეთ პატარა რაღაცებს გავლენა მოახდინონ შენზე. მახსოვს რომ ჩემს ბინაში დავბრუნდი, მაშინ თელავში Airbnb მქონდა დაქირავებული. მახსოვს რომ დავბრუნდი და ვერ შევედი ჩემს Airbnb-ში. იმ დროს ჩემს საუკეთესო მეგობართან FaceTime-ით ვსაუბრობდი. და ვამბობდი, მგონი უნდა გავაკეთო ალია. თითქოს რას ვაკეთებ საერთოდ? და თა ხელში ყუნწნის ყუთი მეჭირა. ურეკავდი Airbnb-ის მეპატრონეს, არ მიშვებდა შიგნით. იატაკზე ვიჯექი და ის მირეკავდა. მეუბნებოდა, იმიტომ არ გიშვებ რომ თვრალი ხარ. მე კი ვეუბნებოდი, არა ვარ თვრალი, პირდები, არაფერი დამილევია. ისეთი სიტუაცია იყო, რომ იმ მომენტშიც კი როცა ვიღაცა მეჭყობებოდა დამთვრეული ინგლისურის და ვერ შევდიოდი ჩემ Airbnb-ში, მაშინაც კი როცა ზედმეტად ძვირი ყურძენი ვიყიდე ამბავში, მაინც ფიქრობდი, რომ ეს ჩემი სახლია. არ მინდა აქედან წასვლა. ყველაზე ცუდ მომენტშიც კი აქ ისრაელში თავს უკეთ გზნობ, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ადგილას. ხო, ასევე თელ-ავივის ქუჩებში სეირნობისას, მაგალითად მე ვცხოვრობდი ნიუ-იორკის Upper West Side-ში, კოლუმბიაში ვსწავლობდი და იქ მართლაც საშიში იყო. როგორც Upper West-ში, ნიუ-იორკში დანაშაულის დონე მაღალია. ნიუ-იორკში გოგოსთვის ღამით მარტო ქუჩაში სიარული შეუძლებელია, მაგრამ თელ-ავივში თავს სრულიად უსაფრთხოდ გრძნობ. ეს სრულიად განსხვავებული რეალობაა. ხო. მოკლედ, აქ ჩამოსვლა და ისრაელში გადასვლა, ალიას გაკეთება ერთი ამბავია. შენ მარტივი გზა არ აგირჩევია. შენ გადაწყვეტე ისრაელის თავდაცვის ძალებში გაწევრიანება და მაშინ 18 წლის არ იყავი. არა, ეს მართლა ძალიან რთული იყო. ეს იყო ძალიან რთული. პირველ რიგში თავს ძალიან იღბლიანად გზნობ, რადგან ჩემი სოციალური მედიის წყალობით გოგონები ყოველდღე მოდიან ჩემთან და მეუბნებიან, შენს გამო გავწევრიანდი. ანუ შენს გამო ვარ აქ მართლა. ყოველ კვირაში მინიმუმ ერთხელ მაინც. და ჩემი პირადი შეტყობინებები ყოველთვის სავსეა არმიასთან დაკავშირებული კითხვებით. და ცოტა უხერხულად გზნობ თავს, მაგრამ მე არ ვარ ისეთი ძლიერი, ასე რომ ყველას კითხვებზე პასუხის გაცემა არ შემიძლია. მაგრამ გეგმა იყო, რომ პოსტბაკალავრიატი გამეკეთებინა ღია უნივერსიტეტში. მაგალითად, ბენ-გურიონს ვესაუბრე და ვკითხე, როგორ მოხვდა სამედიცინო ფაკულტეტზე. ეს მაინც ჩემი გეგმა იყო. და მერე 7 ოქტომბერი მოხდა და ლექციები გაუქმდა და ვიგრძენი, რომ საკმარის არ ვაკეთებთ. მახსოვს Eliezer Kaplan-ზე ვიყავი, ოქტომბერში ან ნოემბრის დასაწყისში, როცა მძევლების მხარდასაჭერი აქციები და მძევლების ოჯახები ჯერ კიდევ Eliezer Kaplan-ზე იქმნეთ. და ვფიქრობდი, როგორ შემეძლო დახმარება გთხოვთ. ვყოფილ ვარ მოხალისეთა ჯგუფურ ჩატში, სადაც ხანდახან სკამებს სარდაფში მახსანეში ვითანდით. სულ ვფიქრობდი, როგორ დავხმარებოდი. ვიღაცა მითხრა, ყვითელი ლენტები აიღე და მანქანებზე მიამაგრეო. თელ-ავივის გზატკეცილზე მივდიოდი და ლენტებს ვამაგრებდი. და ვფიქრობდი, ეს როგორ ეხმარება. ვიღაცა მითხრა, იმიტომ რომ ოჯახები ამას დაინახავენ და მიხვდებიან, რომ მარტო არ არიან და მე უბრალოდ გვძნობდი, რომ ეს იყო ეროვნული ტრაგედია. და რას ვაკეთებდი მე? ვფიქრობდი, რომ მეტი უნდა გამეკეთებინა. უნდა ყოფილიყავი არმიაში. ამიტომ ყოველდღე ურეკავდი ჩემს სტოლს, ვეუბნებოდი, უნდა ვიყო არმიაში, უნდა ვიყო არმიაში, უნდა ვიყო არმიაში. და ვიპოვე დანაყოფი, სადაც ბიომედიცინის ინჟინერი ვარ, სადაც შემეძლო ყოფილიყავი ბიომედიცინის ინჟინერი, სადაც არ ყავდათ ტექნიკური ოფიცერი, ანუ ოფიცრის ადგილი, სადაც უნდა შევსულიყავი, რადგან დიპლომი მაქვს. მაგრამ ყველაფერი კარგად გამოვიდა, რადგან ჩემი სამსახური ისეთი ხანგრძლივი არ იყო, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო, რაც ნიშნავს, ეს არის ის, რასაც ხალხი ვერ იგებს. ეს უჩვეულო არ არის, მაგრამ უჩვეულოა, როცა ცოტა უფროსი ხარ. რადგან ჯარში მივდივართ, როგორც მე 18 წლის ასაკში და შევუერთდი მედესანტეებს და ამაში დიდი გავლენა ჰქონდა იონი ნეთანიაჰუს, რომ გადავწყვიტე, მინდოდა ეს გამეკეთებინა ისრაელის სახელმწიფოსთვის. და იქ ყავდა ერთი ამერიკელი, რომელიც შემოვიდა. ის იმ დროს მგონი 26 წლის იყო, თითქმის 10 წლით, 8 წლით უფროსი ჩვენზე. ჩვენ ბავშვები ვიყავით, ის უფრო ზრდასრული იყო. მას ჰქონდა დიპლომი, ყველაფერი ჰქონდა, შეიძლება იცოდეთ ვინ არის ეს. მისი სახელია დოქტორი მაიკლ ორენი. ყოფილი ელჩი, ყოფილი მინისტრი ისრაელის მთავრობაში. მაიკი და მე დესანტეებში ერთად ვმსახურობდით. ამაზე ახლო კავშირი არ არსებობს. მაგრამ ის მოვიდა და მე ყოველთვის მახსოვდა მისი დროიდან, რამდენად რთული იყო ეს. არა მხოლოდ სრულიად უცხო ქვეყანაში ყოფნა, არამედ ცოტა უფროსიც რომ იყო. ანუ იმ მომენტში ორივე ეს რამ შენს თავზე ჰქონდა. ასევე იყო ისეთი შეგრძნება, რომ მსოფლიოში საუკეთესო მეთაური მყავდა. მაგრამ იმიტომაც რომ ისიც ოლე იყო და ეს ძალიან კარგად ესმოდა. ეს ასევე ძალიან ტრაუმული პერიოდი იყო როგორც ქალისთვის, როგორც ოლასთვის, როგორც ებრაელისთვის. მახსოვს, ეს ყველაზე რთული პერიოდი საბაზისო მომზადება იყო. თითქოს ლიდერი გავხდი საბაზისო მომზადების დროს.
ჩემ გარშემო 18 და 19 წლის გოგოები იყვნენ და როცა საბაზისო მომზადებაზე ვიყავით პირველ საგუშაგო მორიგეობაზე, ძალიან რთული იყო. ისინი 2 საათით ადრე იღვიძებდნენ მაკიაჟის გასაკეთებლად. ცუწუნუნებდნენ და ტიროდნენ. მაშინ ვიფიქრე, რეალიტი შოუები არასდროს მესმოდა. რო ვიცინი არა. არასდროს მესმოდა რეალიტი შოუები და როგორ იქცევიან ადამიანები ასე სულელურად და გარემოს გავლენას ექცევიან. სანამ არ დავიწყე 18 ან 19 წლის გოგოსავით მოქცევა. და მე ვიფიქრე, რა ხდება? სულ ტიროდი. გზობდი, რომ ჩემი სიმწიფის დონე ძალიან დაეცა. მაგრამ ჩვენი პირველი შმირას დროს, ზუსტად იმავე დროს, გამოაქვეყნეს ვიდეოები, სადაც ჩანდა როგორ იტაცებდნენ ნაჰალოზის გოგოებს. და ყველა გოგო უყურებდა ამას და ძალიან ნერვიულობდნენ. ბოლოს სამალს ვესაუბრე, გონი ეს იყო. და ბოლოს უთხარი, რომ უნდა გეთქვა სიტყვა. უნდა უთხრა ამ გოგოებს, რომ ეს არის ტრაუმის გამომწვევი მასალა, რომ ამის ხურებით შეიძლება პოსტტრაუმული სტრესი განუვითარდეთ. და მე ძალიან შევცვალე საუბრის მიმართულება. და დავაკვირდი, როგორ გავხდი თითქოს მენტორი იმ საუბარში, რომელიც ქალ ჯარისკაცებს და მათი მენტალური ჯანმრთელობის დაცვას ეხებოდა. მახსოვს შმირაში, რაც ძალიან სულელურია. მე მაჰანეშ მონიმში ვიყავი, მაგრამ მახსოვს, რადგან ახლახან ნახეთ ვიდეოები, სადაც გოგოებს იტაცებდნენ, ყველანი ფრიზლად ვიყავით. ამიტომ ყოველ ხმაზე ვხვდებოდი და ყველა გოგოთ ასე იყო. ჩემი სამხედრო სამსახური ძალიან ინტენსიური იყო, რადგან მგონია, რომ როგორც ერი, ჩვენ პოსტტრაუმაში კი არა, ყველა ერთად მიმდინარე ტრაუმაში ვიყავით. და მგონია, რომ ჩემი გამკლავების რესურსიც ბევრად ნაკლები იყო. და თავს ძალიან იღბლიანად გრძნობ, რომ ჩემს ნაწილში არმიაში მყავდა მეთაური, რომელიც რეპატრიანტი იყო, ის ჩემზე უფროსი იყო და ჩემთვის უფროსი ძმასავით იყო. და ძალიან გავიმართლა, რომ ეს მქონდა, მაგრამ ძალიან რთული იყო, რადგან ოფიცერი ვიყავი, ამიტომ უნდა გამეკეთებინა ვორტერის არში. 5 საათი მინდორში უნდა მეჯდა და ულტრა მართლმადიდებელ ებრაელებს დამეცო, როცა ისინი აპროტესტებდნენ. და მე ვიყავი და შენ ხარ 18 წლისთან ერთად, რომლებსაც უბრალოდ უყვართ წუწუნი. და მე შენც იწყებ წუწუნს. და ფიქრობ, მე არც კი მინდა ვიწუწუნო, ეს ხომ ჩემი ოცნებაა. მოусმინე, ეს უკეთესად არ გაგზნობინებს თავს. მე მყავს ქალიშვილი, შენზე ცოტა უმცროსი, ის ოფიცერი გახდა. უკეთესად არ ხდება. ის სასაზრო პოლიციაშია. და ეს არ არის კი. კი, მაგრამ ისინი ყოველთვის ამბობდნენ, რატო არ ხარ ოფიცერი? და მე, ნუ მკითხავ, ეს მგზნობიარე თემა. ანუ იქ იყავი, ვაუ, თითქმის 2 წელი. ხო, თითქმის 2 წელი, ხო. მთელი სამსახური გაიარე და იმ პერიოდში დაიწყე პოსტების დადება. მე შენ თვითონ არ მიპოვი ხარ. უბრალოდ გამოჩდი ჩემ ფიჩში. არმიაში ბევრი საუბარი იყო ჩემს პოსტებზე. დიახ. გამიკვირდა ეს, რადგან არ ვიცოდი, რომ ამას გასცემდე. და სინამდვილეში გალილეი რადიოზე ჩემი გადაცემისთვის მიდოდა ამაზე შენთან მესაუბრა. და გალილეი, დოვერცალი, ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის განყოფილება არ მაძლევდა უფლებას შენთან ინტერვიუ ჩამეწერა. მოვიგე კონკურსი, რომ პარიზის სპეციალურ ოლიმპიადაზე წავსულიყავი, სრულად დაფინანსებული, სასტუმროს ხარჯებიც სრულად დაფარული იყო ყველაფრით. დოვერცალმა არ დამთო ნება. რა? სპიკერს იდეა. იმიტომ რომ იქ ინტერვიუები იქნებოდა და მათ თქვეს, რომ წინასწარ ვერ დავამტკიცებთო. ხო. და ჩემს ყველა TikTok-ში მე ჩემი დოტები მქონდა. გოგო, მე მიყვარს ის. მაგრამ როცა TikTok-ში შატყობინებას ვიღებდი, რომ ვიდეოს დააფავორიტებ და გული ფეხებში ჩამომივარდებოდა. ვფიქრობდი, ეხლა რაღა დავაშავე. მაგრამ კი ეგრე ვიყავი. მე ისენი იყვნენ. ისენი უყურებდნენ. ვფიქრობ, მათ არ ესმოდათ, რომ ბევრი ადამიანი, ვინც მე მიყურებდა, 18 ან 19 წლის იყო. და არ მგონია, რომ მათ ესმოდათ, რომ მე 24 და 20 წლის ვარ. მე იმ დროს 24, ან 25, 26 წლის ვიყავი. ისინი მესაუბრებოდნენ ჰეზბოლაზე, მაგრამ მე ამ ადვოკატირების სამყაროში 16 წლიდან ვარ. ჩემი პირველი დავიწყე, ანუ პირველში ვიყავი, ასე რომ შენ ამას მანამდე აკეთებდი, მას რაითონი ერქვა. ეს ეხებოდა იმას, თუ როგორ უნდა დაწერო ოპედები, როცა სეკულარულ კოლეჯში მიდიხარ. შემდეგ ჰაზბარას ვეწეოდი. და მაგალითად მე ძალიან სიონისტურ ოჯახში გავიზარდე, სადაც ჩემს დიდ ბაბუას ჰერცელმა მიწვევა გაუგზავნა, რომ ისრაელის მიწაზე დასახლებულიყო. ვაუ. ამიტომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი ჩემთვის ძალიან ახლობელია. თითქოს ეს ჩემს ძვლებშია. ძალიან განათლებული ვარ ამ საკითხში, რავაბიში ვიყავი. მე ვიცი A, B და C ზონების შესახებ. ასე რომ დოვერცალი იყო როგორც უმეტესობა. ისრაელელებმა არ იციან. ხო, ისინი თითქოს მანიშნებდნენ. და მე ვამბობდი, რომ კოლუმბიის უნივერსიტეტში მაქვს განათლება მიღებული, ვფიქრობ, ჰაზბარა არ ეხება იმას, რომ გვირაბი 4 მეტრი 6 მეტრზეა. ჰაზბარა არის ის, რომ გუშინ მივიღე პირადი შეტყობინება ვიღაცისგან, რომელმაც მითხრა, ანტისიონისტი ვარ და ისრაელის სახელმწიფოსი არ მჯეროდა. და ვფიქრობდი, რომ ისრაელი გენოციდური არმია იყო, სანამ შენი TikTok-ები არ ვნახე. მართლა? და ეს ჩემთვის უცნაური იყო, რადგან ამბობდი, რომ სამედიცინო კორპუსში იყავი და ამბობდი, რომ სიცოცხლეები გადაარჩინე. და ვფიქრობდი, მაგრამ ის ხომ ბავშვებს არ ყავს. ამიტომ ჰაზბარა არ არის, იცი, ეს ინფოგრაფიკები ან მიკროფონის დაჭერა და საერთოდ არ მიყვარს სიტყვა ჰაზბარა. ჩვენ ალბათ ერთადერთი ხალხი ვართ, ვისაც საჭიროდ მიაჩნია ეს ამ სიტყვის ინგლისურად თარგმანი ნიშნავს ახსნას. საკუთარი თავის ახსნას.
ჩვენ ერთადერთი ხალხი ვართ, ვინც ფიქრობს, რომ თავი უნდა იმართლოს, იმის ნაცვლად, რომ ინფორმაცია მიაწოდოს და ამ ბრძოლაში იბრძოლოს. ან შეიძლება არც კი იყოს ინფორმაციის მიწოდება. შეიძლება უბრალოდ ისაა, რომ ის ხმები, რომლებიც უკვე ისრაელშია, გააჟღერო და მათი გამოცდილება აჩვენა. აი ეს ახს. მე მგონია, რომ საუკეთესო ჰაზბარა ისაა, იცი? ზოგჯერ ხალხი ღიზიანდება, ამბობენ, რატო ლაპარაკობს ისევ თავის ყოფილ შეყვარებულზე. მაგრამ გულწრფელად რომ თქვა, საუკეთესო ჰაზბარაა ჰაზბარა, რომელიც არც კი ცდილობს ჰაზბარობა იყოს. ეს არის უბრალოდ გოგო, იცი, ადამიანი, რომელიც საბოლოოდ ირანელი გოგო იყო და მითხრა, იცი, მართლა ტკივა. მან მომწერა TikTok-ზე, კომენტარი დამიწერა TikTok-ზე, რა TikTok-ზე მომწერა Instagram-ზეც. მითხრა, იცი რა, არ გიჯერებ. მართლა მტკივა, რომ როგორ ბედავ ირანზე ლაპარაკს. და ვიცი, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებში იყავი და თქვენ პალესტინელები არ გიყვართ. და მე უთხარი და მან მითხრა, რომ დიდის გადარჩენილი იყო. მითხრა, იცი, დაიწყო ძალიან პირადი დეტალების გაზიარება, რადგან ჩემს ამბავთან აიგივებდა თავს. და მე უთხარი, იცი რა, მოდი დავრეკოთ ერთმანეთს. და მართლა საათობით ვესაუბრე მას ტელეფონით. და აუხსენი მას, როგორც ისრაელელს, როგორც ებრაელ ქალს, როგორ შემიძლია გაუგო ასეთ საზოგადოებას. სადაც იძულებითი ისლამიზაცია, მათი საზოგადოების ისლამური დაპყრობა, მათი ენისა და კულტურის შეცვლის სურვილი იყო. იცით, ეს ძალიან გავს ჩვენს ტაძარზე ალაქსას აღმართვას. და იდეალური მაგალითია. და როგორ არის ქალების დაქვემდებარება და ჩაგურა, სრულიად არაებრაული ღირებულება. და ჩვენ ირანის ხალხს შეუპირდით, რომ გავათავისუფლებდით მათ. და მე მას ამაზე ვესაუბრე და მისი აზრი შევაცვლევინე. და რადგან მან იცოდა ჩემი ისტორია, იცოდა ვინ ვარ მე, ასე რომ საბოლოო ჯამში საქმე ამაში არ არის. პროპაგანდისტულ ვიდეოებში. საქმე არ არის იმაში, რომ ხალხი ამ დახმარების შეფუთვის ცენტრებში წაიყვანო. საქმე არ არის იმაში, რომ ხალხი საზღვარზე წაიყვანო. არავის აინტერესებს. ხალხს უნდა იცოდეს, ვინ არის გოლდა, ვინ არის ის, ვინ არის ისრაელის ჯარისკაცი. შექმენი, ეს კავშირი, ეს პირადი კავშირი. და მე ამას მაშინ ვაკეთებდი, როცა მთავრობაში მუშაობდი, საზოგადოებრივ დიპლომატიაში, როგორც ჩვენ ვეძახდით. მაშინ თქვი, მთავრობამ ერთი ნაბიჯით უკან უნდა დაიხიოს და საზოგადოებას მისცეს საშუალება. და ეხლა თქვენ გაქვთ ამის გაკეთების შესაძლებლობა, რაც მრავალი წლის განმავლობაში არ ჰქონდათ. ეხლა თითოეული ადამიანი უბრალოდ თავის პირად ისტორიას ყვება, ეს მას პირად ხდის, ის უფრო ადამიანური და გასაგები ხდება. და როცა ამას ხედავენ, იმიტომ რომ ანტი-ისრაელის პროპაგანდა ცდილობს დახატოს ესეთი სურათი, თითქოს ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ, სიონისტი მკვლელები და ზოგადად ავრცელებენ ამ სტერეოტიპს და როცა ამას უბრალო რაღაცით ანაწევრებ, მე არ ვამბობ რომ ცდილობ ვინმე გაარწმუნო, ვინც ძაფრად ანტისემიტია ან ებრაელების ძულველი. გულისხმობ ადამიანებს, რომლებსაც მართლა სურთ იცოდნენ, მაგალითად, იმ ირანელ ქალს, თუ მათ ამის დრო აქვთ, მათ პირადი ისტორიით მიაღწევთ და არა რაღაც პროპაგანდისტული ტექსტით. ესე რომ ამ უბრალო რაღაცის გაკეთებით ამტკიცებ ამას. და ვისურვებდი, რომ მეტი გამეკეთებინა. იცი, როგორც გითხარი იმ პოდკასტზე, მინდოდა მეთქვა, რომ ჩემმა დანაყოფმა ამ ომში იმდენი საოცარი რამ გააკეთა. და მართლა მინდოდა ამის გაზიარება, მაგრამ ვერ შევძელი, რადგან ჩემი დანაყოფის წარმომადგენელი ვერ ვიქნებოდი. მაგრამ ჩვენ გადავარჩინეთ სავარაუდოდ 400 ჯარისკაცი. რკინის מחვილების ომში, იცი, მთლიანი სისხლის ერთეულების გადატანით. და მე და ჩემი დანაყოფი იყო, როგორც მე პირადად ხელმძღვანელობდი ექსპერიმენტებს ამ სისხლის ერთეულების საბრძოლო ველებზე ტრანსპორტირების, მომარაგების, ჯაჭვის პრობლემებთან დაკავშირებით. და ეს მოიცავს, იცი, სამედიცინო აღჭურვილობას გაზას მოსახლეობისთვისაც. და მე ძალიან მინდოდა ამის თქვა, მაგრამ თითქოს ხელები მქონდა შეკრული, ასე რომ შენ ამბობ. ეხლა კი, მაგრამ ამაზე უფრო იმ პუნქტზე რაც თქვი, როცა თქვი, რომ გაზას მოსახლეობას მიეცით, ერთ-ერთი რამ, რასაც ეხლა ისრაელის სამედიცინო დანაყოფი აკეთებს, რომელიც ვენესუელაში წავიდა, არის სწორედ იმავე ცოდნის გამოყენება, რაც ჩვენ ვისწავლეთ. არა მხოლოდ აქ მომხდარ კატასტროფებზე, არამედ საბრძოლო ველზეც. ისინი ამ ცოდნას სამოქალაქო საჭიროებებზე იყენებენ, ეხმარებიან და ვენესუელელების სიცოცხლის გადარჩენაში მონაწილეობენ. და ეს ჩემთვის მართლა ძალიან კარგია, იმიტომ რომ ზოგჯერ თითქოს მანქანის ერთი პატარა ნაწილი ხარ და შედეგებს ბოლომდე ვერ ხედავ. ეს მართლა ძალიან კარგია, რომ მე იმ ერთეულის ნაწილი ვიყავი, რომელიც სიცოცხლის გადარჩენის მექანიზმის ერთი რგოლი იყო. და ეხლა ემოციები მომეწალა. ეს მართლა ძალიან კარგია, რომ ჩემი ჩატარებული ექსპერიმენტებით გამარტივდა პროცესი, რომლის მეშვეობითაც ჰემოსტატური შოკი ნაკლებად მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდებოდა საავადმყოფოში. და ვფიქრობ, ეს საოცარია. ეს მეთოდები გამოიყენება საავადმყოფოებში მთელ მსოფლიოში. ისრაელში მომზადებული ადამიანები, ისინი ამ ინფორმაციას სხვებსაც უზიარებენ. ჩვენ ამას არ ვინახავთ მხოლოდ ჩვენთვის. ბევრმა არ იცის ეს. ან ამბობენ, რას იღებენ ისინი ისრაელისგან? სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ აქ, მაგრამ ამას ვიღებთ. და როგორც ყველაფერს ცხოვრებაში და ჩვენს ისტორიაში, ამას ვაქცევთ პროდუქტიულად. და ისეთ რამედ, რაც აძლიერებს არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელ კაცობრიობას მსოფლიოში. და სწორედ ეს არის ის არსი, რატომაც ვფიქრობ, რომ ამერიკელი ებრაელები ასე არ ბრძნობენ ისრაელის მიმართ.
მე ვფიქრობ, რომ ამერიკელმა ებრაელებმა იციან, რომ ისრაელი არის ორლალ გოიმ, რომ ჩვენ ვართ ნათელი ერებისთვის. და ვფიქრობ, ვინც სხვაგვარად ფიქრობს, უბრალოდ არ იცნობს რეალობას და არ იცის, როგორ ძნოდებენ თავს სინამდვილეში ებრაელები. შეგვიძლია საათობით ვილაპარაკოთ ამაზე, მაგრამ ფიქრობ ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შევეხეთ. გაქვს რაიმე საბოლოო ბოლო აზრი? ფიქრობ ძალიან გამიმართლა, როცა ჯარში ვიყავი, TikTok-ის განყოფილებამ შემომთავაზა, მათ განყოფილებაში ყოფილიყავი და მახსოვს ის ადამიანი, ვისთანაც იმ დროს ხვდებოდი, რადგან ის ჯარში ერთ-ერთ ელიტად მიიჩნეოდა, ის ძალიან ელიტურ საბრძოლო დანაყოფში მსახურობდა. ის მართლა საოცარ რაღაცებს აკეთებდა. ყველაფერს საუკეთესოს უსურვებ, მაგრამ მან მითხრა, არ უნდა იყო TikTok-ის განყოფილებაში. შენი განათლება უნდა გამოიყენო. ასე უფრო მეტ სიცოცხლეს გადაარჩენ და ძალიან გაღიზიანებული ვიყავი, რადგან ყოველთვის ასე სახალისო არ იყო და TikTok-ის განყოფილება უფრო სახალისო იყო. მოდი ვიყოთ გულწრფელები, კარგად ვატარებდით დროს. რა კეთდება TikTok-ით? კარგი დრო არ მქონია, წერდი ანგარიშებს, გვიან ვრჩებოდი. ჩემი მეთაური და მე ჩრდილოეთით მივდიოდით. ცხელოდა და პერსონალის გადამზიდავებში ვიყავით. ეს არ იყო სახიყო სახალისო. მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ იმ გავლენით, რაც შევძელი მომეტანა ჩემ სოციალურ მედიაში იმ დანაყოფში ყოფნისას, რადგან მე არ ვიყავი ოფიციალური ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი და არც პროპაგანდასთან დაკავშირებულ სამხედრო სფეროში მუშაობდი. ჩემი ამბავი უფრო დიდ გავლენას ახდენდა, რადგან ამის უკან მხოლოდ სხვა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის განზრახვა იდგა. და ხალხმა არ იცის, რომ ეს სინამდვილეში ფიცი არის, რომელსაც ვდებთ სამედიცინო კორპუსში, რომ ყველას გადავარჩენთ, მათ შორის მტრის მებრძოლებსაც. და ეს არის ფიცი და პრინციპი, რომლითაც ცხოვრებაში ვხელმძღვანელობ. მე მჯერა, რომ ეს ქვეყანა აშენებულია პატიოსნებაზე, იმის იდეაზე, რომ ვიყოთ ორლაგაიმი, ნათელი ხალხებისთვის და იმაზე, რომ შევქმნათ ისეთი სისტემები, რომლითაც შეგვიძლია დავეხმაროთ და გადავარჩინოთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი. მე ეს ჩემი საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი ბრძოლის ველზე. და ჩემი შვილიც მედესანტეა და მედიკოსადაც მედესანტეთა დანაყოფში მსახურობს. და ვიცი, რომ როცა ის მკურნალობდა, ეს არ იყო მხოლოდ მისი მეგობრები და თანამებრძოლები, არამედ მტრის მხრიდანაც ადამიანები. ისინი ვალდებულები არიან ასე მოიქცნენ და ხალხმა ეს არ იცის. ისინი იგონებენ ამ ყველაფერს, მაგრამ ჩვენ ორივემ ვიცით ეს ჩვენი პირადი ცხოვრებიდან და პირადი გამოცდილებიდან. და სწორედ ამიტომაა ესე მნიშვნელოვანი ამ ყველაფრის გაზიარება. გოლდა, რაც ასევე მნიშვნელოვანია, საინტერესოა, რომ შენ, მაგრამ ეს უკვე სხვა თემა. არ მჯერა, რომ ამაზე არ ვისაუბრეთ. გოლდა დაფნა, ამაზე არ გვისაუბრია. ჩემი გვარია დაფნა. ხო, მაგრამ ხალხს გონია, რომ ეს ჩემი შუა სახელია, ეს ჩემი გვარია, ეს ჩემი ოფიციალური სახელია. შენი ოფიციალური სახელია, მაგრამ გოლდ ძალიან მნიშვნელოვანი გვარია. ეს ოქროს ნიშნავს. გმადლობთ, რომ აქ ხართ და გვიზიარებთ თქვენს გამოცდილებას და კიდევ მრავალი წლის შესანიშნავ გამოცდილებას ისრაელში გისურვებ შეგიებთ. გმადლობთ. და მადლობა თქვენ ყველას, რომ შემოგვიერთით. იმედი მაქვს ეს დაგეხმარათ, უკეთ გაიგოთ, დაიაზროთ და გაიაზროთ რა ხდება. და ხედავთ, რომ პრემიერ-მინისტრი ძალიან ზუსტი იყო, როდესაც თქვა, რომ ამ ბრძოლის ველზე თითოეულ ჩვენგანს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა და ხალხს აუხსნას, რაც სინამდვილეში ხდება აქ ისრაელში. მე ვარ დანიელ სიმანი. მადლობა, რომ შემომიერთდით. მომავალ კვირას ისევ თქვენთან ერთად ვიქნები.